დავიწყოთ იმით, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ხალხში იმედის გაჩენის ერთადერთი მიზეზი არსებობდა. ხალხმა გამარჯვების ერთადერთი მიზეზი დაიჯერა. ხალხში ემოციები ერთადერთმა მიზეზმა მოიტრანა. და ხალხში გადარჩენის ინსტინქტი ერთადერთმა ფაქტორმა, ერთადერთმა გარემოებამ გააჩინა. ესენი იყვნენ ახალგაზრდები. ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები და ჩვენს მიერ დაგეცნული შეკითხვები სად იყვნენ ეს ბავშვები აქამდე. მეორე საკითხია ჯენზი მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში, მეორე საკითხია პროცესები როგორ გაგრძელდა, მაგრამ იმ პროცესებში ყველაზე ნათელი წერტილი, ყველაზე სწორი მაგალითი, ყველაზე სწორი დაჯერება იმისა, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით, იყვნენ ახალგაზრდები. ახალგაზრდები, რომლებსაც სცემდნენ, ახალგაზრდები, რომლებსაც ტიტუშკები ხვდებოდნენ, ახალგაზრდები, რომლებსაც აშინებდნენ, ახალგაზრდები, რომლებსაც აქციებიდან იპარავდნენ, მართლმსაწინააღმდეგო ასაფეთქებელ საშუალებებს უდევდნენ, ახალგაზრდები, რომლებსაც დასდევდნენ და ახალგაზრდები, რომლებიც ამ ქვეყნიდან გააქციეს. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მათი უმრავლესობა, იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც იბრძოდნენ ძალიან გულწრფელად, ამ ქვეყნიდან წასულიყვნენ და ამის შემდეგ ამ ქვეყანაში დარჩენილმა ზონდერებმა მოახერხეს თქვენი დარწმუნება იმაში, რომ იქ მაღალანაზღაურებადი აკაცუკები იდგნენ. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც თქვენი თვალით ნახეთ, მიუხედავად იმ ემოციებისა, მიუხედავად იმ ხალხისა, მიუხედავად ამ სახეებისა, რომლებსაც ეკრანზე ხედავთ, პროპაგანდა მაინც დაგარწმუნათ, რომ რუსთაველზე აკაცუკები დგანან. პროპაგანდა მაინც დაგარწმუნათ, რომ მათი мотиваცია მხოლოდ ფინანსურია. ისინი ქვეყნისთვის მავნებლები იყვნენ, რომლებსაც ამ ქვეყნის დაზარალება უნდათ. ასე მუშაობს პროპაგანდა ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრი გავიდა ქვეყნიდან. ემიგრაციაში, ზოგი ემიგრანტ მშობელთან. ზოგი სასწავლებლად სხვათა შორის რამდენიმე ბავშვი მოვიკითხეს ცოტა ხნის წინ და მითხრეს, რომ სასწავლებლად წავიდნენ, მაგრამ ბევრი დარჩა. ბევრი დარჩა მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ უწყავთ გაგიმკლავდნენ თქვენ. გაუმკლავდნენ თქვენ დაჯერებებს, მიუხედავად იმისა, რომ ის მათ ახლა უნდა დაგაჯერონ პირიქით ყველაფერი საპირისპირო ესეთ პროპაგანდა გეუბნებიან, ამის პარალელურად იბრძვიან. იბრძვიან უკვე 500-ზე მეტი დღეა, იბრძვიან აუდიტორიებში, იბრძვიან რუსთაველზე, იბრძვიან, არ ვიცი, სადაც შეუძლიათ და მათი ბრძოლის ხაზი ახლა გადის ინფორმაციაზე. მათი ბრძოლის ხაზი ახლა გადის თქვენთან კომუნიკაციაზე, იმიტომ რომ ისინი დარწმუნდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც ახლა ბრძოლის ხაზი გადის არის ადამიანებთან ურთიერთობა, იმ ადამიანებთან, რომლებიც ხართ პასიურ მდგომარეობაში, რომლებიც თავს იკავებთ, რომლებიც დაგაშინეს და ეს არ არის პრობლემა, რომლებიც ფიქრობთ, რომ ჯარიმების გადახდა არ ღირს და ეს სწორია. ანუ ჩვენ არ შეერ გადანაშაულებთ, ჩვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი სწორია. ყველა შიში, ყველა გადარჩენის ინსტინქტი სწორია, მაგრამ ეს ახალგაზრდები ახლა თქვენ ყველა პლატფორმაზე, ყველა ადგილზე, ყველა სივრცეში ცდილობენ დაგარწმუნონ საპირისპირო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს კლდის ყვავილივით სადღაც ამუხეთქავს ისევ თქვენი ხმა, იმ ადამიანების ხმა, რომლებიც ახლა პასიურში, რაღაცნაირად ისეთ ნეიტრალურში გაქვთ სიჩქარე. ესამესაც მე მგონია, რომ თქვენ ყველანი ხართ უმრავლესობაში. ყველანი უმრავლესობაში ხართ. ჩემი აზრით ეს ქვეყანა ხართ თქვენ. ამ ქვეყნის უმრავლესობა ხართ თქვენ. ამ ქვეყნის უმრავლესობა არიან ის ბავშვები, რომლებიც ჯუჯუნაწვიმას მღეროდნენ, აბსოლუტურად დარწმუნებულები, რომ გაიმარჯვებდნენ ბოროტებაზე. ამ ქვეყნის უმრავლესობაში ხართ თქვენ, რომლებიც ფიქრობთ, რომ მე დღესაც უნდა გაჩნდეს იმედი, რომ ისევ გაიმარჯვებთ. ამ ქვეყნის უმრავლესობაში ვართ ყველანი ჩვენ და არა ისინი, ვინც გვარწმუნებს, რომ ყველაფერი არის ცუდად, ყველაფერი არის დასრულებული, ყველაფერი ხელში ყავთ აყვანილი და ასე შემდეგ. ამ პროტესტში ბევრი მოძრაობა შეიქმნა. ძალიან ბევრი საინტერესო სახე გამოჩნდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში. მათ შორის მე ლელოს ახალგაზრდულიც მიყვარს, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ხუთიანს ძალიან კარგი ახალგაზრდული ყავს, 4-იანს. მათ შორის ძალიან კარგი ახალგაზრდები ყავს გახარიას, მათ შორის ძალიან კარგი ახალგაზრდები ყავს ლელოს. ადამიანებს, რომლებსაც თქვენ წინა ხაზზე ხედავდით ბრძოლის და ადამიანებმა, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს იმ დღეებში ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ჩემი აზრით, ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ამ დროს ახლა იყო ამ ბავშვების ერთობა, ამ ბავშვებისთვის რაღაც საერთო პლატფორმის შექმნა. სტუდენტი. და რა? აი, всё. შევავსო. გამიჩები. აი, ეს არის პროფესიონალიზმი. სადაც ესენი ყველანი ერთად გეტყოდნენ საკუთარ სათქმელს, რომელიც ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ. ყველას, ვინც უმრავლესობას წარმოადგენს. ყველას, ვინც YouTube-ის სახეა.
ყველა ვინც ქმნის ამ პლატფორმას აქვთ ერთადერთი საერთო. თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ ჯერ საქართველოა, შემდეგ ყველაფერი სხვა დანარჩენი. ჩემი გადაცემიდან მაყურებელი უნდა ელოდებოდეს იმას, რასაც სხვაგან ვერ გაიგებს. ამ არხზე უმრავლესობა ერთი წუთი ნანუკა დამასრულებინე საუბარი. ანუ არ ვარ მე შენაირი ნარცისი, უმაკიაჟობთ გავარაკ, პასკა ნაბეყნარი, გაიცი ახლა. ლათინში ყოა ეს ყვარცხობს ხმაობილებებას. ოღონდ ქართულოს ნეონ გაიმარჯოს სხვა. მეც აქ ჩემი მხარ. და თქვენს თუ გაინტერესებს და წავიდნენ ის ბავშვები, რომლებმაც ერთ დღეს თქვენში იმედი გააჩინეს, რომლებიც იბრძოდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. უნდა გამოიწეროთ YouTube არხი უმრავლესობა. სადაც ყოველ დღე შაბათი დღის ჩათვლით და იმედი მაქვს კვირა დღის ჩათვლითაც კი თითოეული მათგანი შემოგთავაზებთ საკუთარ საქართველოს და საკუთარ ხედვას, მოგიყვებიან ქართველების შესახებ, ქართველების ამბავს და კიდევ სხვა ბევრ პროექტზე, რომლებიც იქნება ძალიან განსხვავებული, ძალიან საინტერესო და რომლებსაც წარმოადგენენ მხოლოდ სტუდენტები, ანუ უმრავლესობა სტუდენტების სივრცეა, უმრავლესობა ამ ქვეყნის მომავლის სივრცეა. ამიტომ უნდა გამოგვიწეროთ და უნდა გვიყუროთ და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამ პროექტის პროდიუსერი ვარ. შესაბამისად ამ პროექტს წარმოგიდგენთ მე როგორც პროდიუსერი, მაგრამ ამ პროექტის სახეები იქნებიან შემდეგი ადამიანები. მე ვარ ლუკა ჭოხონელიძე, სტუდენტი. თუ გაჯერებენ რომ ალტერნატივა არ არსებობს, მე დაგიმტკიცებთ საპირისპიროს. მე ვარ გიორგი დუმბაძე, სტუდენტი და სანამ სხვა ყველაფერზე ვისაუბრებთ, ჯერ საქართველოს. მე ვარ თეონა ბაღდავაძე და მოგიყვებით როგორ გვირეცხავენ ტვინს პროპაგანდის მეშვეობით. მე დავით სეხნიაშვილი ვარ, სტუდენტი. და თუ გვეუბნებიან რომ ყველაფერი კარგადაა, მოდი ერთად გადავამოწმოთ. მე ვარ თაკო გვილია, სტუდენტი ტალენჯიხიდან. მე ვარ ცოდნე მირცხულავა, აფხაზეთიდან, სტუდენტი. მე ვარ დავით მჟავანაძე და მე ვიქნები კორუფციის მდევარი. მე ვარ ნიკა კაცია, ჟურნალისტი. მე ვიქნები ჰართოქის წამყვანი. მე ნიკა ბერიძე ვარ, 20 წლის ფაროელი და აქ სიტყვასიტყვით ვკამათობ თუ რა არის საკითხავი. მე ვარ აჩი გოჩიტაშვილი, სტუდენტი, 19 წლის. მე ვარ ლუკა ხიზაძე, 20 წლის სტუდენტი. მე ვარ ნიკოლოზ ტყემალაძე, 20 წლის. მე ვარ ლუკა გოგია, სტუდენტი. როცა ხალხი გაბრაზდება, უნდა ახსოვდეთ რატომ. აქ შევაგროვებთ ფაქტებს, რომლებიც არ უნდა დაგვაუწყდეს.